გამარჯობათ მეგობრებო, წეგან საუბრობდით წინა ვიდეოში უფრო სწორედ, მაგრამ წეგან ვიღებდი იმ წინა ვიდეოსაც და მაგითო ვთქვი წეგან მეთქი. იარაღის სროლაზე რა და პირველი იარაღის სროლას როდესაც იწყებ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტალური საკითხი ჩემთვის პირად, ჩემი გადმოსახედიდან არის დგომი. დგომის სისწორეზე სანამ საუბარს დავიწერდი, ძალიან კაი ვიდეო არის, სროლაში იყო შეჯიბრი რა და გამარჯვებულს პირველ ადგილს ასეუბნებიან, რომ აი სასწაული მოხდაო რა, არასწორად იდექიო, არასწორად უმიზნებდიო, არასწორად ისროდიო და მაინც პირველ ადგილზე გახვედი და ყველაზე მაგრად ისროლიო და ანუ ის კაცი ესე იგი არასწორად კი არის სროდა, პირიქით მარტო ის კაცი ისროდა სწორედ, იმიტომ დოგმატური საკითხი აი ესე უნდა გააკეთო, ისე უნდა გააკეთო, ისე უნდა იდეას არ არსებობს უბრალოდ რა. შეუძლებელია ყველასთვის ერთი რაღაცა იყოს მორგებული. არსებობს მარტივი ფიზიკის კანონები, რაზეც ახლა ვისაუბრებთ და მარტივი შაბლონი, რის მიხედვითაც მე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენთვის როგორ უფრო მოსახერხებელია. მე ვილაპარაკე მარტივ შაბლონზე, ანუ რაც საერთოა ყველასთვის და რაც ფიზიკის კანონებია და მაგის იქით ვერ წავართ, მაგრამ თქვენ თუ სხვანაირად გიხერხდებათ. ეგეც დაგვიწერეთ კომენტარებში, თქვენ როგორ გიხერხდებათ და არც მაგაში არანაირი პრობლემა არ არის თუ იმ მიდგომას, რასაც მე ხლა მე გავაჟღერებ, თქვენ არ ეთანხმებით. პირველ რიგში იარაღი არ აღჭირდება. ზურგზე გადავიდა. და ისე ვისაუბროთ. პირველ რიგში არის ფეხების განლაგება. ახლო მიწეული ან ესე დამდგარი კი არის სპეციალური საპოლიციო სროლის მეთოდს ვეძახი ხოლმე მე და სპეცსამსახურები და გამოცდილი მსროლელი ვიყენებ, როდესაც ფეხები ერთ სიგრძეზე, მხრების სიგანეზე გაშლილი, ოდნავ ფეხებს ხრი და ისვრი პირდაპირ წინ გაქვს იარაღი. მაგ ხელაზე არა. ჩემი ოპერატორი mbadzავს იქ და ძალიან ოდნავ უნდა ჩახარო. აი, გვერდულად დავდგები, ისეთი ოდნავ რომ შარვალში შეიძლება არც დაგეტყოს. წელი ჩაგდე პატარა. კიმ კარდაშიანია შეუხედო. ანუ არსებობს ესე, მაგრამ ამ მეთოდს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. პირველი პლუსი არის ის, რომ მოწინააღმდეგისკენ, ანუ სავარაუდო საფრთხისკენ ხარ მთლიანად მიტრიალებული, კი მთლიანად ჩახარ და ადრე იყო ხოლმე ეს გვერდულად უნდა გესწრო რა, რომ პროფილი შეგემცირებინა, მაგრამ იმის შემდეგ რაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ძალიან ისე გავრცელდა და ყველას აქვს უკვე და აღარავის არ უყვირს. მაქსიმალურად დაცული მხარე უნდა მიუშვირო და ამისი მთავარი პლუსი ზუსტად ეგ არის, რომ მაქსიმალურად დაცულ სხეულს უშვერ დაცულ მხარეს უშვერ მოწინააღმდეგეს. სავარაუდო საფრთხეს ასე ვთქვა. მაგრამ ცუდი ისაღრო, თუ მსუბუქი ხარ, მე მაგალითად თითქმის 100 კილოს ვიწონინდა, რავი, რა იარაღი უნდა ვისროლო, რომ მაგან უკან გადამაგდოს, ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ თუ ცოტა სუსტი აღნაგობის ადამიანი ხარ, ძლიერმა უკუცევა შეიძლება უკან გადაგაგდოს და ასე ვთქვათ, არ არის მყარი პოზიცია იმდენად. ამ პოზიციის გამყარება ხდება ძალიან მარტივად. ერთ ფეხს ოდნავ წინ მიწევთ, ჩემ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია ხოლმე, სადაც მარჯვენა ფეხის წვერი აი ეს ადგილია, იქ დავდო მეორე ფეხის ქუსლი. ოდნავ ფეხებს მოვხრით კიდე და ვისვრით ჩვეულებრივ. ამ დროს ჩემი სხეული მე რაც დავაკვირდი, ყველაზე მყარად დგას, ოდნავ წინ გადაიხარო შეგიძლია, თუ არ გჭირდება არც გადაიხრები, წელში გამართული დგახარ და ისვრი პირდაპირ მიზანზე. მე მგონი მარტივია, თუ ვინმე შედარებით სუსტი აღნაგობის ადამიანია, კიდევ შეუძლია წინ წადგას ფეხი და მთლიანად აი ესეთი რაღაცა გააკეთოს დაახლოებით. დაახლოებით ესეთი რაღაც გაკეთება უწევთ ხოლმე შედარებით სუსტი აღნაგობის ადამიანს. ან ძალიან დიდი არახს თუ ისვრი, მაგალითად თუ ცხოვრობ ისეთ კარგ ქვეყანაში, სადაც ავტომატური იარაღის გაფორმება შეგიძლია და PKS ისვრი ფეხმგომელა, რა ხელად ერთხელ გადაყლაპა ოპერატორმა, გინდა PKS სროლა. ჩვენც გვინდა, მაგრამ არ არის საშუალება რა გავაკეთოთ, ხო? თუ PKS-ან თქვი ამ ქორს ისვრი ფეხმგომელა, მაგ შემთხვევაში კი ნამდვილად გჭირდება მასეთი დგომი, თუ არა და ოდნავ წინ მიწევაც, ტანის ეს წელის ჩაგდება ადრე რო იყო ხოლმე და რაღაც საზღვროვები აღარ არის საჭირო. მე ყო ეს წელი ჩაგდე პატარა და ესე უნდა გესროლა. და ეგეთი რაღაცა სისულელები დრო მოჭმულია უკვე და აღარავინ აღარ იყენებს. შემდეგი ვარიანტი უკვე იარაღი გჭირდება მაგ საქმისთვის. გადავინაცვლე პროფილში რომ იარაღიც არიელია. მოკლედ რა ხდება ახლა იარაღის ხარზე მიბჯენაც. მაგრამ აქვე გავიაროთ რა. ბევრი ისვრის ხოლმე იარაღს აი ასე.
ანუ ხარზე შედარებით და თუ დააკვირდებით ძალიან მაღლა. მეც არაერთხელ მისვრია ესე ძალიან მეკომფორტულება სიმართლეობითაც, იმიტომ რომ ოპტიკურ სამიზნეში ან კოლიმატორში ან ჯანდაბაც კი უნდა იყოს, გახედვა მარტივია უფრო, თავის დაბლა ჩამოწევა არ მიწევს და ეს რაღაც მოძრაობების გაკეთება და კი, მაგრამ კიდევ ვიძახი, თუ აღნაგობით შედარებით სუსტი ადამიანი, ზოგადად წესი არსებობს, აი აქ არის ღრმული პატარა, იქ მიიბჯენ კონდა სრულად ხარზე, ხელი გაქვს შიგნით შემოწეული, ესე გაშვერილი არა. შიგნით შემოწეული და ისვრი ჩვეულებრივ. ხელის წინ მოკიდება, რაც შეეხება ზოგს უყვარს აქ, წინა მხარეს ბოლომდე, თავისუფლად დაკიდებული სახელურზე, ზოგს უკან. თავისუფლად წინ ხელი როცა გივლია, მაგისი პლუსი არის, რომ იარაღი მოჭიმულია და კარგად გაქვს მომჯდარი ტანზე. ესე მოატარებ კვერცხებს გინა როგორც გინა. უკან როდესაც გივლია ხელი იარაღზე, აი ამ ადგილას. ან თუ გინა შეგიძლია აქაც გევლოს. არის ის, რომ შედარებით ნაკლები ძალისხმევა გჭირდება იარაღის დასამორჩილებლად. და იარაღის გადატანაც უფრო მარტივი ხდება. აქედან უფრო მოჭიმულია და ზუსტად სროლას ეს გიადვილებს, აქ როდესაც გივლია ხელი, იარაღი უფრო მანევრულია და უფრო მარტივად დასაჭერია, მაგრამ სწრაფი სროლის დროს შეიძლება ცხვირი დაგიფრთხეს. ეგეც საფიქრალია. ხელები ესე რო არ უნდა გქონდეს, ეგ ცხადია, ამისი ესე მეტად დახრილი სახელური კიდევ უფრო ფლიან სწორი სახელურებიც გამოვიდა უკვე, გაძლევს იმის საშუალებას, რომ ხელი გეკიდოს კომფორტულად აი ასე და არ გჭირდება ესე ახრა როგორც ძველი იარაღზე და იგივე ვრცელდება ჯავშანჟილეტზე. ადრე იყო სქელი ხრები ჯავშანჟილეტის, ხელი ადვილად ვერ შემოქონდა და ესე უნდა ქონოდა გაშლილი. დღეს ეგ აღარ არის, უნდა ეცადოთ მაქსიმალურად შეამციროთ თქვენი სილუეტი. ეხლა მოდიში ოპერატორს დაუმიზნებ და წინაც გამოჩნდება როგორ ვაკეთებ. აი ასე. ვერიდან რო შევხედოთ. მე მგონი ეს არის სროლის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი. კიდევ ვიძახი, ეს არ არის დოგმა, ეს არ არის კანონი და ეს არ არის, რომ აი ყველა ადამიანს ესე გაუმარტივდება. სრულიადაც არის, შეიძლება ნებისმიერ თქვენგან სრულიად განსხვავებულად გაგიმარტივდეთ იარაღიდან სროლა. რაშიც არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ ყველა ადამიანი ინდივიდია, ყველა სხვადასხვანაირად უმარტივდება, მაგრამ მარტივი ფიზიკის კანონები არსებობს. როდესაც იარაღს ისვრი, მას აქვს უკუცემა და თუ შენი სიმძიმის ცენტრი წინ იქნება გადახრილი, უკუცემის დროს სხეულის დამორჩილება უფრო მარტივია და მიზანს არ ააცილეთ. იარაღის მხარზე უნდა იყოს მიბჯენილი, ესე სროლა არ მოსულა. ანუ მხარზე მაქსიმალურად მიბჯენილი, კი. ბევრია რემბო, აქედანაც შეგვიძლია სროლა, აქედანაც ესეც, შემდეგ მაგალითად სულაპარაკით არსებობს სავარჯიშოები, ესეა პირდაპირ სროლო იარაღი, ასევე იღლიდანაც შეიძლება არსებობს შემთხვევებსაც უნდა ისროლო კი, მაგრამ მაგას თავისი მდგომარეობა, თავისი დრო, ადგილი გააჩნია და მაგას აუცილებლად ვისვრით. ეხლა რამოდენიმე ტყვიას გადავტენი და პრაქტიკაში შევხედოთ, რამდენად მყარად დგას სხეული, როდესაც ისვრი სტატიკურად, აი როგორც ვთქვით ისე. ყურების დაცვა არ დაგავიწყდით ხოლმე. იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. ზად? აუ ჯერ აი ფეხებს დააკვირდით, გვერდ, აი ესე მიდრას და ვისვრით. ამას შეიძლება შეგარყიოს, მეც შემარყია. არის დგომი, მიყოლე. სულ ეგ არის.